ყველამ ვიცით, რომ ფასტფუდი ძალიან არაჯანსაღია. თუმცა რა მოხდება თუ გეტყვით, რომ არსებობს დაბალკალორიული ფასტფუდ პროდუქტებიც. ხოლო დღეს მე მოვივილი გავრცელებულ ფასტფუდ რესტორნებს და დავაგემოვნებ მათ ყველაზე დაბალკალორიულ პროდუქტებს. ფასტფუდ რესტორნების პროდუქციის საშუალო კალორიული მაჩვენებელი არის 500 კალორია. ასე რომ ძალიან საინტერესოა ყველაზე დაბალკალორიული რა ექნებათ ამ ობიექტებს. პირველი ობიექტი იქნება Subway. იმიტომ რომ ზოგადად Subway უფრო ჯანსაღთან ასოცირდება ვიდრე სხვა დანარჩენი ფასტფუდები ხო და შევიდეთ და ვნახოთ აბა ყველაზე დაბალკალორიული რა აქვთ. წავით. გამარჯობა. ყველაზე დაბალკალორიული რაც გაქვთ, ეგ მინდა. აჰა, Tino's-ის ის არის ყველაზე რეპი. კარგი იყოს მაშინ ერთი Tino's-ის რეპი. Subway-ის 1+, რადგან ყველა პროდუქტს ეწევა თუ რამდენი კალორია ქონდა. ეს არის ჩვენი Subway-ის შეკვეთა. და ყველაზე დაბალკალორიული აღმოჩნდა Tino's-ის რეპი. ზოგადად თევზი არ მიყვარს და Tino's-ი ყოველაში ალბათ არასდროს არ მაქვს ნაჭამი, იმიტომ რომ ვერ ვიტან. სავარაუდოდ არ მომეწონება, მაგრამ ყველაზე დაბალკალორიული იყო ეს. ქონდა 291 კალორია. ეს გამოიყურება. ჩვეულებრივი რეპია. დიდი იმედი მაქვს, რომ გემრიელი იქნება. ამას მე მეც ვერ შევჭამ. საშინელება. არ ვიცი, შეიძლება ეს მე რო თევზი არ მიყვარს, მაგიტოა საშინელება, მაგრამ 10-დან 0 კალორიების ნაკლებობადაც არ ღირს. საშინელება, აი საზიზღრო ფუთ ჩემი ის რა იყო. პირველ კვეჩაზე მოვიდა სალათის ფურცელი რა და მეთქი ვაუ, კარგია, ფრეშია, რაღაც თევზის გემო არ იგზნო. მეგონი ასწორებს და მე მოიტანა და ფუ ეხა მთელი დღე პირში თევზის სუიტულა ვიარო. თევზი თუ არ გიყვართ, ეს არ იყიდოთ, ამაში 12 ლარი არ დახარჯოთ. ხო, თან 12 ლარი ყიდა, ძალიან ძვირია. მაგრამ ნუ ბევრს უყვარს ზოგადად Tino's-ი რა და თან საკმაოდ მაღალ პროტეინული, მაღალ ცილოვანი წყარო, ცილის მაღალი წყარო ის აქვს შემცველობა, მაგრამ საშინელება. 291 კალორია ქონდა და ცილებს ნახი წყლებს და ასე შემდეგ, აი აქ სადმე ამოვანათებ, იმიტომ რომ ზებიად არ ვიცი. წავედით შემდეგ ფასოლში. შემდეგი ობიექტი იქნება McDonald's. ხოსვად ვაკეთებ ხელს, კი. McDonald's ძალიან მიყვარს. ჩემს ეს ყველაზე გემრიელი ფასტფუდია, მაგრამ არ ვიცი რამდენად ექნება დაბალკალორიული პროდუქტები. იმიტომ რომ საკმაოდ მაღალკალორიულია McDonald's. პირველ რიგში თავარი იმედი მაქვს ის, რომ Subway-სავით საზღვრობა არ იქნება და იმედია ისეთივე ძვირი არ იქნება როგორც Subway, იმიტომ რომ 12 ლარი და საზღვრობა იყო გადავაგდე. სხვათა შორის, შარშანოზე ასეთი ტიპის ვიდეო გადავიღებ, თქვი რომ ჰალაპენიო არ მიყვარს მეთქი და ჰალაპენიო თუ ექნებოდა საჭმელს ქულა დააკლებოდა. თუმცა იმის მე ბევრი რაღაც შეიცვალა, გემოვნება შემეცვალა და დღეს ჩემი საყვარელი საჭმელი McDonald's-ში არის free jalapeniot. ხო, რაღაცები იცვლება ხოლმე ერთ წლის მანძილზე. ასე რომ, ხო, რა ვიცი. კარგი, წავით, ჭამოთ. ჩვენ ახლა მინდა რაც ყველაზე დაბალკალორიულია. აქ კალორიები არ წერია, მაგრამ მე როგორც ვიცი, აი ეს არის ყველაზე დაბალკალორიული. და განახეთ რა არის. მაგრამ პარალელურად რამეს ავიღებ, რომ ჭამოთ, თორემ მაგრამ შეა. ხო, მოკლედ ძალიან შეა, ამიტომაც გეტყვი ჯერ რა შეუკეთე საჭმელად და free jalapeniot და ერთი კოლა მარტივად. მაგრამ ყველაზე დაბალკალორიული იყო საკმაოდ საინტერესო ნივთი, რაც ძალიან გამიკვირდა. დაგესპოილებ და ჰამბურგერი არ არის. მოვიდა ჩვენი შეკვეთა, ასე გამოიყურება და ეს არის ყველის ტოსტი, მარტივად. არ ვიცი მე ყველის ტოსტი რატომ უნდა შევუკეთო მაკში, მაგრამ მოდი გავსინჯოთ. ასე გამოიყურება. ნახევარი პური შეგინდა დარჩა, რა. კაიცუნია. ყველია მარტო. მოგანელია. მახა. ოკეი, და მას აქვს 200 კალორია. Subway-ის ქონა 291. გაგია. ასე რომ თუ კალორიებს ითვლით და თან ფასტფუდი გინდათ, მე არ ვიცი რამდენად დაგიყვანყოფილებთ ფასტფუდის მოთხოვნას, მაგრამ ყველაზე ცოტა კალორია McDonald's-ში აქვს ყველის ტოსტს. საინტერესო ინფორმაცია. ვაჟებ შაველას McDonald's-ი განსაკუთრებით მიყვარს რა, ძალიან კაი გემო. ნიკა შენ რა შეუკვეთე? რისი? კაცმის. ჩემი საყვარელი free jalapeniot. თქვენამდე არ გამოიწედა ვიდეო და ლაიქეთ, თუ მოგენატრათ ესეც წლის ვიდეოები. ახლა მე და ნიკა მივიდივართ შემდეგი ობიექტისკენ და ნიკა შენ ეს რა იქნება ეგ ობიექტი? არ ვიცი, Wendy's, Burger King. ვერ გამოიცე, ნახონდის. შემდეგი არის Wendy's, რომელიც დიდად არ მომხიბლავს, მაგრამ არც მეზიზღება. და ვნახოთ აბა რა აქვს ყველაზე დაბალკალორიული Wendy's. წამოდგენა მაგას შეიძლება შევგვეძო. ოკეი, ალბათ ჰამბურგერს ვარ. იმიტომ რომ ტოსტი უკავ ჭამბას და მოდი ცოტა განსხვავებული იყოს. ხო, და პარალელურად მოდი Burger King-ით შევკვეთოთ, იმიტომ რომ რავი, რატომაც არა. ყველაზე დაბალკალორიული რაც გაქვს, ეგ უნდა შევკვეთო. ბურგერი იქნება ხო ყველაზე დაბალკალორიული? არ აქვს უშუალო, რაც არის. აი მაგალითად ალუბლის გვაიზელი და სერტით იქნება 194 კალორია. და ერთი საშუალო კოლაც არის. ოკეი, Wendy's-ი ავიღეთ. ახლა წავედით Burger King-ში, ისევ ორივე ხელი დაკავებული და ერთი შევიდევს. იმედია, ჩემს ადგილზე არავინ დაიჭდა, ხო? მოდი ახლა დავურეკოთ ბროებს და ვაიძულოთ რომ გამოიცნონ კალორიები. ვა, რა ხალხი. როგორ გიკითხოთ? კარგია, თავად. შესანიშნავად. აბა როგორია ნიდერლანდები? როგორ ისვენებთ? ვენი ბრალ. ვერტობით ეხლა კონტრაქტულად დაამცდა. კაკრას გვეცალა და ხაშიშიან ნამცხვერს ხო არ ჭამ ჩემთხოვით? არა,
გუშინ იყო ეს. გუშინ იყო უკვე გამოვწოვე? აი, მეც ვჭამ სხვათა შორის ვიდეოს ვიღებ. ხო და, ეხლა ჩვენ ახსე რო გვაქვს ჩვენ კალორიების გამოცნობა, მაგიტო გირეკავთ თქვენი რა. აქ მაქვს Wendy's-ის ჰამბურგერი და Burger King-ის ალუბლის გვეზელი, რომელიც რამდენი კალორია აქვს და რომელი უფრო დაბალკალორიულია. ალბათ უფრო დაბალი ბურგერი გაგია, უფრო დაბალი. ხო, და კალორიები დაახლოებით თქვენი აზრით? 300-მდე. 250. გვეზელს რამდენი აქვს თქვენი აზრით? ყველას მეტი ექნება რა. 400. ხო, 400 გაიგე მგონი. სამწუხაროდ შეცდით, ჰამბურგერს აქვს დაახლოებით 400-დან 450 კალორიამდე. და Burger King-ის გვეზელს აქვს 190. აი, შოკია ეხა დავედი. კარგი ბესშია, დავაი. თქვენ იცით. კარგი, მოდი დავიწყოთ პირველ რიგში Wendy's-ის ჰამბურგერით, რომელიც არც თუ ისე კარგად გამოიყურება, მაგრამ ჩემი ბრალიც არის, იმიტომ ცოტა გამიცივდა. ცოტა მრავალფეროვანი ვიდეო რო გამოსულიყო, მაგით ვიღე ეს. თუმცა ტოსტი ბევრად დაბალკალორიული იქნება. ეგეც გაითვალისწინეთ. არ ვიცი. არასდროს არ მომწონს Wendy's-ის ბურგერები. ფასი იყო 5 და 75 მე მგონი. ფასი ნორმალურია, ჩვეულებრივი ჰამბურგერის ფასი არის, არც მიგვირს. რაც შეეხება Burger King-ს, აი ესეთი ალუბლის ღვეზელი მომწეს. მოვლა რომ იმენა გადმოიღო მენიუ და კალორიების შეამოწმა. ძალიან დიდი მადლობა. ხო და ამას აქვს 191 კალორია. ძალიან მაინტერესებს, აზრს გამისინჯავს და ვნახოთ. გემრიელია. აუ, მაგარია. ალუბლის ჯემი აქვს შეგნით, ჩერი ჭამს ჩერის ღვეზელს. მაგრამ მე მეგონა, როგორც ბიჭებს ეგონათ, რომ ამაში უფრო მეტი კალორია იქნებოდა, მაგრამ ძალიან გამიკვირდა. დღეს ჯერჯერობით ყველაზე კაია ის ჭამე. Burger King-ში პერიოდულად მოვდივარ ხოლმე, ჭამ, რომ დავწმუნდე რომ ცუდია და მე რო ვაგზელებ ცხოვრებას შვილად რა. მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ღვეზელმა რავი აზრი შემიცვალა და მართლა ძალიან გემრიელია. ყველა საშინელი აქვს Burger King-ს. ხო, სამწუხაროდ Burger King-ში ბურგერი ვერ ვჭამეთ, იმიტომ რომ ძალიან კალორიული ყოფილა, მაგრამ სამაგიეროდ მე მგონი ცოტა წარმოდგენები შემიცვალა Burger King-ზე. ნუ მოკლედ თუ Burger King-ში მოხვდებით, ეს ღვეზელი ჭამეთ, გირჩევთ მართლა ძალიან გემრიელია. კარგი, მოდი ნახოთ KFC-ში რა არის. ადგილზე მივირთვათ. სალათი არ გვინა, ალბათ ამას ბევრი იქნება. უფრო ალბათ დურეპებში აი ტვისტერი იყოს. მოდი აი ტვისტერ ყველი. ეს მენიუ სავიღებ ჩემთვის საჭმელად. რამდენიმე იცით სახელი KFC როგორი შიფრება? იცი შენ? KFC სახელი იშიფრება როგორც Kentucky Fried Chicken. Kentucky-ს შემწარი ქათამი. ხო, არ ვიცი ეს ინფორმაცია რა შეიძლება გამოიყენოთ, მაგრამ მაინც. KFC ძალიან მიყვარს. შეიძლება McDonald's-ზე მეტადაც კი მიყვარს. მაგრამ ნუ გააჩნია მოდი ასე ვთქვი ხასიათს, მაგრამ KFC ძალიან მიყვარს ზოგადად. ხო, ეს ფილიალი თან ჩემს უბანშია და ძალიან კარგად არის მოწყობილი. ხშირად ჩამოვდივარ ხოლმე, დავიდგავ ლეპტოპს და რაღაცებს ვაკეთებ და თან ჭამ. გადავამოწმე Wendy's-ის ამბავი, იმიტომ რომ ძალიან დამაეჭვა კალორიებმა და აღმოჩნდა რომ ბიჭები მართლები იყვნენ და 250-270 კალორია აქვს ერთ Wendy's-ის ჰამბურგერს. როგორც ჩანს ChatGPT-მ მომწერა ამერიკის პორციების კალორიები და როგორც იცი ამერიკაში საკმაოდ დიდი პორციებია. შეგიძლიათ ჭამოთ 200 კალორიით მეტი გითხარით შემთხვევით. ბოდიში. მოვიდა ჩვენი საჭმელი. დაბალკალორიულ საჭმელებზე ვიღებ ვიდეოს და მაინც ძალიან ბევრს ჭამ. მაგრამ ჩავთვალ რომ ეს აქ არ არის. ეს არის ჩვენი ტვისტერი. ტვისტერი ყველი. და გავსინჯოთ. აი ამას აქვს 220 კალორია და არის ყველაზე დაბალკალორიული პროდუქტი KFC-ში. აი ეს გამოიყურება. არ ვიცი დაინახეთ თუ არა, მაგრამ არ აქვს. კაიო. მე ამის ბარბეკიუს უკეთავ ხოლმე რა. ეს ყველია, ყველია გამისინჯავს. ამაში არის ქათამი, ყველი სოუსი, სალათის ფურცელი, პომიდორი. ვარ, ჩემთვის ყველია. კაია. მართლა გემრიელია. 5 და 45. ნორმალური ფასია რა ხა. KFC-ის პეპსი მიყვარს ძალიან. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ჩვეულებრივ პეპსისა და KFC-ის პეპსის შორის განსხვავებას ვერ ხედავენ. ან McDonald's-ის კოლასა და ჩვეულებრივ კოლას შორის რა. ხო და ვინც ხედავთ, დაწერეთ. იმიტომ რომ მე ვხედავ. ეს ძალიან გემრიელია. გემოს მიხედვით რომ დავალაგოთ, პირველზე დავაყენებდი KFC-ს, მეორეზე დავაყენებდი Burger King-ის ღვეზელს, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მესამეზე Mac-ის ყველისტოს, მეოთხეზე Wendy's-ი და მეხუთეზე Subway-ის საშინელება იყო. პირველ ადგილზე ყველაზე დაბალი კალორიულობით გავიდა Burger King-ის ალუბლის ღვეზელი, 190 კალორიით, მეორეზე გავიდა McDonald's-ის ყველის ტოსტი, 200 კალორიით, მესამეზე გავიდა KFC, აი ტვისტერი, 220 კალორიით, მეოთხეზე გავიდა Wendy's-ი, 250 კალორიით და ბოლო ადგილზე გავიდა Subway 291 კალორიით. და სხვათა შორის მე ძალიან მიყვარს Subway. ხშირად ვჭამ ხოლმე Subway-ს, მაგრამ ეს თინუსის როლი თუ რეპი იყო საშინელება. ვისია KFC? მეგობრებო, თქვენ ხო იცით? ვინ არის KFC-ის ჭყონია? ხო, აბა ჰედა, ხო, ჩვენ შევხვდებით ჩემს ვიდეოში. Peace. არ ხდება მოიწერეთ.